გამარჯობათ. თუ მინდა რომ ჩემს Excel-ის ფაილში გავაკეთო სხვადასხვა შიტი, რომელიც თვეების შიტი, სხვადასხვა თვეების შიტი. მაგალითად ასე ხელით იანვარ. ყველა თვის მინდა ვთქვათ 12-ვე თვის გაკეთება და ასე ხელით რომ ჩავწერო ძალიან ვიწვალებ. ამისთვის გვაქვს მარტივი ვარიანტი, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ და გასწავლით ამ ყველაფერს. პირველ რიგში Carial შიტზე, პირველივე შიტზე უნდა ჩამოვწეროთ ჩვენი თვეები, რომელი თვეებიც გვინდა, მაგალითად დავიწყოთ იანვრით, გავავრცელებთ დეკემბრამდე ყველა თვე რო იყოს და შემდეგ დავდგები აი ამ ჩემს ჩანაწერების ერთ-ერთ უჯრაზე, გამოვიძახებ pivot tables, insert menu-ში გადავალ და pivot tables გამოვიძახებ, OK-ს დავაწვევი, გამოვა pivot tables ფანჯარა, სადაც თვეების სვეტს ჩავაგდებ ფილტრში, შემდეგ შევალ pivot table analysis sheet-ში და აქ options ღილაკს ჩამოვშლი და მივცევ show report filter pages. გამოვა ფანჯარა, სადაც OK-ს დავაწვევი და ავტომატურად გაჩნდება თვეების მიხედვით შიტები. უბრალოდ ყველა შიტზე იქნება პატარა ფაილოთები, რომლის წაშლაც მოგიწევთ დადგებით ამ ორი უჯრაზე და წაშლით და აღარ იქნება.